ახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა ასე ხედავს ვითარებას პროტესტის 26-ე დღეს პრეზიდენტი, ოპოზიცია, სადამკვირვებლო მისიები, ხალხი. Ამ თარიღის დასანიშნად ვადას პრეზიდენტი ივანიშვილს 29 ნოემბრამდე აძლევს და ეპატიჟება სასახლეში პერსონალურად ივანიშვილს. Როგორია ოცნების პოზიცია? ახალ არჩევნებზე საუბარი სასაცილოდ არ ყოფნის, ასეთია ამ დროისთვის ოცნების გამოხმაურება ამ შეთავაზებაზე ცოტა ხნის წინ ეს პოზიცია მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა. მან თქვა, რომ არჩევნების დანიშნოს არ აქვს საფუძველი. ამ თემას დაუბრუნდებით, მანამდე ვთქვათ ოპოზიციაზე, ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში. ნიკა საჯაია მუშაობს თემაზე და ის ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ნიკა, გისმენთ. თამარ დავაზუსტებ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში არ არის, ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა ერთიან საინფორმაციო ცენტრში იკრიბებიან, სადაც იმშელებენ სწორედ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად მათთან ვეცდები გასაუბრებას, ზურა ჯაფარიძე იმყოფება ჩემს გვერდით. ბატონო ზურა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რო გვითხრათ ამ შეხვედრაზე, კონკრეტულად რა საკითხს განიხილავთ და მათ შორის ეს შეჯერებული პოზიცია იქნება თუ არა პრეზიდენტთანაც წარდგენილი? აქ ორი რაღაცის განხილვა იქნება ახლა. ერთი არის სამართლებრივი გზა, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებთან და მან მაინც ბევრი ვერსიები არ არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ახლა დარჩენილიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ნებისმიერი სამართლებრივი გზა, რომელიც არ უნდა შევჯედეთ, სავარაუდოდ დაიწყება მაინც პრეზიდენტიდან და მეორე რა ტიპის ცვლილებები არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს მართლა არჩევნები, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შესაბამისად ის პრობლემები, რომელიც იყო 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ის პრობლემები არ გამოვიდეს, ანუ ოცნებას არ უნდა ქონდეს კონტროლი საარჩევნო პროცესზე და არც ძალოვნებზე და არც უსაფრთხოებაზე და ნუ კიდე სხვა იდეებიც არის. ამაზე იქნება ახლა განხილვა, გვაქვს რაღაცა ვერსიები, ყველა პოლიტიკური ჯგუფს რამდენიც მე მაქვს ინფორმაცია აქვს თავისი ვერსიები, შეიძლება შევჯერდეთ ერთ სცენარზე, ორ სცენარზე, სამ სცენარზე, ეს არ არის არსებითი, მაგრამ არსებითი არის ის, რომ ეს იყო შეჯერებული და შეთანხმებული იყოთ, რომ ან ამას ვირჩევთ, ან ამას, ან ამას და პრეზიდენტის ჩართულასაც შეხება, პრეზიდენტის წარმომადგენელი ეცდება ამ შეხვედრას და საბოლოო ჯამში შემოვაპირებთ, რომ გარდა პარტიებისა შეხვედრა გქონდეს პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე სამოქალაქო სექტორთან, იმიტომ რომ ვიცით, რომ მათაც აქვთ ამაზე ნაფიქი და რაღაც ვერსიები მათაც აქვს და საბოლოო ჯამში შეთანხმებული იქნება პრეზიდენტთანაც. აი თქვენი პოზიცია თუ კი შეგიძლია თქვათ მესმის რომ ჯერ შეხვედრა არც კი დაწყებულა და მუშაობთ აი დიახსოვე აი თქვენი ხედვა როგორია? არ შეიძლება ახალი არჩევნები ჩაატაროს იგივე ადმინისტრაციამ, რომელმაც ჩაატარა 26 ოქტომბრის არჩევნები, არც ერთ შემთხვევაში. ჩემი პოზიცია იქნება, რომ არ შეიძლება იმ ელექტრონული აპარატურის გამოყენება, იმიტომ რომ მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვები არსებობს და ნდობის ფაქტორი არის მან თავიდან ნდობა არ არსებობს საზოგადოებაში და ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ უშიშროებას სახელმწიფო სამართლობის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი აზრით განათლების სამინისტროც, იმიტომ რომ ეს ცენტრები მონაწილეობდნენ ამ გაყალბებაში, მინიმუმ მათზე გაათვალისწინებას არ უნდა ქონდეს კონტროლი. მადლობა, ნიკა გვარამი ესეც ხედავ. ბატონო ნიკა მოგესალმებით, თქვენც გითხავთ შეხვედრასთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია როგორია? ვიცით რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის ერთადერთი ტექნიკური ნაწილიც, მათ შორის განიხილება. რო გითხრათ ცოტა უფრო მეტი დეტალი, მესმის რომ შეხვედრა ჯერ არ დაწყებულა და კონსულტაციები წინ ასევე არის დაგეგმილი. ჩვენ დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს რაზე იქნება ლაპარაკი, რაზე შევიკრიბეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუშინდელი პრეზიდენტის განცხადების კვალდაკვალ ჩვენც ნელა უკვე ჩამოვყალიბდა და ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პროტესტი ცალკე ნაწილია ამ ყველაფრის, სახალხო დემოკრატიის ფორმა, მაგრამ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა უკვე მნიშვნელოვანია. დრო არის არა პროტესტში, არამედ პოლიტიკური პროცესის შექმნაში, დრო არის პოლიტიკური, მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებების. გუშინ პრეზიდენტმა თქვა, ის ელოდება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებიდან გამოხმაურებას. მე არა ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს გამოხმაურება იქნება, მაგრამ მე ასევე არც მგონია, რომ მათი გამოხმაურების გარეშე ჩვენ ახალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ და მათ შორის დემოკრატიულად ვერ ჩავატარებთ. მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს, როგორ წარმოგიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა და ასევე როგორ წარმოგიდგენია ახალი არჩევნების ჩატარება. თქვენი ხედვა როგორია, თუ შეგიძლიათ? ნუ მე ამ წუთში ამაზე ლაპარაკი არ მინდა, თუმცა მკაფიოა, რომ ერთი ნაწილი არის ხალხის მოთხოვნა და მეორე ლეგიტიმურობის წყაროს აქტუალს პრეზიდენტი. ერთი სახეზეა და მეორე უალტერნატივოა. ამიტომ რაღაცნაირად ეს ორი საკითხი ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ. აი დროზე გითხავთ, იმიტომ რომ 29 იანვარი არის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი დღე, ალბათ დეკემბერი ბოდიშვიხდი. აი დროსთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ვთქვათ, რამდენად დაჩქარებულად შეიძლება ვთქვათ, რომ იმსჯელებთ, გაივლით იგივე ვთქვათ მესამე სექტორთანაც, როგორც ვიცით, გექნება შეხვედრა. აი რა პერიოდში უნდა ველოდოთ უკვე საბოლოო პოზიციას? მე ვერ გეტყვით, ეს არის მნიშვნელოვანი წილად პრეზიდენტის გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, რაც უფრო ადრე მით უკეთესი. მე მგონია, რომ ეს გუშინ რა ყოფილიყო კიდე უკეთესი იქნებოდა. გუშინ გულისხმობ რამდენიმე დროით ადრე, თუნდაც ბუკვალურად გუშინ დღეს არა.